ჩემზე ორი სიტყვით ვიტყვი, მე ვარ ბიოლოგი, არანაირი ფორმალური განათლება პოლიტიკაში თუ სოციოლოგიაში თუ ასე შემდეგ არ მაქვს და მინდა პატარა რაღაც ჩემი მიგნებაზე ასე რომ ვთქვათ გესაუბროთ, რომელიც არ არის კვლევა, მაგრამ როგორც ჩავეძიე საკითხს, საკმაოდ კარგი საკვლევი თემაა და ვფიქრობ, კარგი ნაშრომი შეიძლება გაკეთდეს. ეს ჩემი გვერდი თუ დაგაინტერესებთ, ასევე მაინტერესებს ფოტოგრაფია და სამეცნიერო ფანტასტიკა. მოკლედ, პირველად სამეცნიერო ფანტასტიკას შევეხე აი ამ წიგნით, სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც წავიკითხე 90-იან წლებში, 91-ში თუ არ ვცდები, ახალგაზრდა კაცის დაწერილი წიგნია. ეს უბრალოდ რომ მეთქვა, საიდან მოხვდი სამეცნიერო ფანტასტიკაში და მინდა აღვნიშნო, რომ ამ მოთხრობაში ერთ-ერთი გმირი არის ქალი, რომელიც ეს თავარი გმირი კაცი, რომელიც არის ქართველი, საკმაოდ სექსისტურ კომენტარებს აკეთებს ამ ქალზე, რომ ხომალდზე ქალის ადგილი არ არის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, როდესაც ესეთი ახალგაზრდა ვიყავი, ყურადღებას ვერ მივაქცევდი, არ ვიცი, მაგრამ შემდეგ ეს ქალი სხვების გადასარჩენად და მთლიანი დედამიწის გადასარჩენად გაწირავს თავს. და ეს თავგანწირვაც ცოტა ისეთი თემა ალბათ დამეთანხმებით, რომ აქ არ მიუთითებს არანაირ ფემინისტურ იდეებზე ალბათ. ეს უბრალოდ შესავლისთვის მინდოდა მეთქვა და აქვე აღნიშნა, რომ პატარა დაშვება მინდა გავაკეთო, ვიცით რომ ეს სინათლესა და სიგნალეს შორის რეალობა არ არის, რეალობა სადღაც შუაშია სხვადასხვა ბინარულ ოპოზიციებს შორის. მაგრამ დღეს მე ვილაპარაკებ კიბერპანკზე და ასევე მის ალტერნატივაზე სოლარპანკზე, რომელიც არის სამეცნიერო ფანტასტიკის ორი მიმართულება და მინდა წარმოგიდგინოთ ეს ორი მიმართულება, როგორც აი ამ ორ უკიდურესობაში არსებული, ანუ კიბერპანკი როგორც დომინანტური წესრიგის მიერ ათვისებული და პატრიარქალური მიმართულება და ამის საფიწონეთ სოლარპანკი როგორც ემანსიპატორული ფემინისტური მომავლის ხედვა. კი ბატონო. ხო, ვიცით რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ძირითადი ფოკუსი არის მომავალი და ასევე ერთ-ერთი ქვეჟანრი ან ჟანრი არის კიბერპანკი. მაგალითად ესეთ ნაწარმოებებს, წიგნებს თუ სხვა პროდუქტებს გააჩნიათ ძირითადად ერთი ხაზი. მაგალითად, მომავალი არის დისტოპიური, მაგალითად ასეთ მომავლებში ჩვენ სახეზე გვაქვს კორპორაციების ჰეგემონია, თუმცა ინდივიდის თავისუფლება, ასე რომ ვთქვათ, ხელშეუხებელია, ესეც ბრალებში მაქვს ჩასმული. საზოგადოებას უფლებები არ გააჩნია, ან საზოგადოებები მინიმუმამდეა დაყვანილი, არსებობს იაფი ტექნოლოგიები და საზოგადოება არის მომხმარებელი. ფაქტიურად დღევანდელი რეალობა ასე თუ ისე. მოკლედ, კიბერპანკს გააჩნია სხვადასხვა, როგორ ვთქვა, ელფერი, ანუ იმის მიხედვით თუ როგორ ტექნოლოგიებს იყენებს სხვადასხვა ავტორი, რომ წარმოგვიჩინოს მომავალი და იმის მიხედვით თუ რა გარემოში ხდება ესა თუ ის მოთხრობა თუ მომავლის წარმოსახვა, კიბერპანკი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. მაგალითად, არსებობს ბიოპანკი, რომლის ფოკუსი არის გენური ინჟინერია, სხეულის მოდიფიკაცია, არსებობს მაგალითად დიზელპანკი, მედმაქსი რო გავიხსენოთ მაგალითად და ასე შემდეგ. სოლარპანკიც ჩაისახა როგორც კიბერპანკის ერთ-ერთი ქვეჟანრი, მაგრამ ისეა განვითარებული უკვე, შეგვიძლია ცალკე ჟანრათაც წარმოვიდგინოთ. მოდით ახლა განმარტოთ რა არის კიბერპანკი, პატარა ტექსტი მიწერია. კიბერპანკი ასახავს კიბერპანკის ნაწარმოებები, ასახავს მომავლის ძალიან უიმედო სახეს, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგია და კომპიუტერები მნიშვნელოვან ნაწილს
თქვენ წარმოადგენენ საზოგადოების ცხოვრებაში. ერთ-ერთი პირველი კიბერპანკის ნაწარმოებია ეს უილიამ გიბსონის ნეირომანსერი, სადაც ეს ტერმინიც პირველად გაჟღერდა. მოკლედ კიბერპანკი ადრე იყო პოზიტიური, ასე რომ ვთქვათ, იყო კონტრკულტურა, იგი აკრიტიკებდა კაპიტალიზმს, გვეხმარებოდა სხვადასხვა რისკები დაგვენახა და სხვადასხვა გზები მოგვეძიებინა თუ როგორ აგვერიდებინა დისტოპიური მომავალი. ერთ-ერთი ალბათ საუკეთესო მაგალითია აი ეს ფილმი Blade Runner-ი, რომლის დასრულება, მე ვიტყოდი, ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც მინახავს და ამ ფილმში სწორედ ვნახეთ, რომ სხვადასხვა არა, როგორ ვთქვა, მარგინალური ჯგუფები და სხვადასხვა, როგორ ვთქვა, მტრის ხატით შექმნილი არსებები, თუ როგორ არღვევენ ამ ყველაფერს, რასაც არ ვიცი, მთავრობა, პოლიცია თუ სხვადასხვა წესრიგი აწესებს. ხო, ახლა კიბერპანკი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მაგალითად მშრალი ესთეტიკა, რომელიც ასე თუ ისე აითვისა ამ წარმოებელმა, როგორ ვთქვა, კაპიტალიზმმა. დღეს კიბერპანკი შეიძლება იყოს როგორც რეალობიდან გაქცევის ერთ-ერთი გზა, თავაზობდეს ილუზორულ თავისუფლების გზას, მაგალითად, როგორც არის მიჩნეული, აუცილებლად გაგვათავისუფლებს ეს ხელოვნური ინტელექტი ან სხვადასხვა ტექნოლოგიები, რაც ჩემი აზრით არ არის რეალობა. აი ამ ფოტოზე ეს ჩანს, როგორ არიან ეს სხვადასხვა არსებები თავისი სხვადასხვა იდენტობებით, როგორ დადის მაინც ყველა რაღაც ერთ იდეამდე. ამისი თქმა მინდოდა. მოკლედ, დღეს უკვე ამ კიბერპანკის რეალობა ფაქტიურად არსებობს, მაგრამ ბოლომდე არ ვართ. დღეს გვაქვს იაფი ტექნოლოგიები, სულ უფრო იაფდება ტექნოლოგიები და მაგალითად მიდის გაჯეტიზაცია, ყველაფერს ინტერნეტი და Wi-Fi აქვს, ხდება AI რევოლუცია, ეს უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი, რაც ასევე კიბერპანკს ახასიათებს, მაგალითად იქნება ეგრეთ წოდებული პერსონალური მედიცინა, რაც მოისაზრებს, როგორ ვთქვა, ტექნოლოგიურად თუ გაქვს ადამიანს იმისი რესურსი და თუ ხარ მდიდარი, ყველაფერი კარგად იქნება. მოკლედ მინდოდა ამისი თქმა. და ასევე კიბერპანკი კარგად აითვისა ამ სხვადასხვა ასპექტებმა ჩვენ საზოგადოების. ერთ-ერთი არის მოდა, მაგალითად, იქ ვიღაცა პოსტავს Reddit-ზე თუ როგორ აღიზიანებს ეს ტენდენცია, როდესაც ჩვეულებრივი მოდაც ასე უშინაარსოდ იღებს რაღაც იდეებს. კი ბატონო, დღეს მოკლედ თქვათ რა რეალობაში ვცხოვრობთ, მოკლედ ეს კიბერპანკი არ არის უბრალო რაღაცა არსებული, როგორ ვთქვათ, ლიტერატურა, ის არსებობს ნაწარმოებები ჩვენს რეალობაში და უბრალოდ მინდოდა გამეხსენებინა სად ვართ დღეს. მგონი აქ ჭირდება გახსენება. მოკლედ შევაჯამოთ სამეცნიერო ფანტასტიკის ეს ჟანრი შეიძლება იყოს ტექნოლოგიურად და იდეოლოგიურად სუფთა, ანუ იდეაში ნეიტრალური და მეამბოხე, თავაზობდეს ამბოხის იდეებს. თვითონ ამ მიმართულებას არაფერი არ ჭირს. ჭირს იმ წესრიგს, რომელიც ითვისებს და შინაარს უკარგავს რაღაცას. ზოგადად კიბერპანკში წინააღმდეგობა, რასაც ხვდებით, ეს ჩემი აზრია, არის მინიმალური, არის გმირზე ორიენტირებული, არის სრულიად შემთხვევითი და მცირე მასშტაბის. გმირია საჭირო, რომ რაღაცა შეიცვალოს, ან რაღაც კორპორაცია უკან დაიხიოს და ასე შემდეგ. რადგან გმირზე ვახსენე, მინდა ეს პატარა წიგნი განახოთ, ეს არის ურსულა ლე გვინის პატარა ესე The Carrier Bag Theory of Fiction. სხვა შორის პირველი გამოცემა და წინა სიტყვაობა არის დონა ჰარავეის. მოკლედ ამ წიგნში ეს ურსულა ლე გვინი გვთავაზობს ისტორიისა და ლიტერატურის გადააზრებას და გმირიდან გათავისუფლებას და საბოლოოდ გვთავაზობს carrier bag არის ხელის ჩანთა და ეს ადამიანი, ეს ქალი მწერალი ამბობს, რომ ხელის ჩანთაში უნდა ვინახავდეთ ჩვენ ისტორიებს და ამ
ეს ისტორიები არ უნდა იყოს ექსკლუზიურად გმირზე ორიენტირებული, როგორც იყო ისტორიის განმავლობაში, არა უბრალოდ როგორც გვაჯერებდნენ, რომ იყო მიდიოდა კაცი მონადირე და მოქონდა ნადავლი, ანუ ესე არ ხდებოდა არც ისტორიაში და წერისასაც ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ ეს გმირის იდეა, არამედ ამ ხელჩანთაში უნდა ვატაროთ სხვადასხვა ისტორიები და სხვადასხვა პრობლემები. ანუ ეს მოკლედ. და რადგან კიბერპანკს როგორც გმირის ამბავს ვხედავ, საპილწონეთ ამ SolarPunks წარმოგიდგენთ როგორც რაღაც პატარა პრობლემებზე ორიენტირებულ, ფოკუსირებულ ამბებს და ასე შემდეგ. ხო, ეს საშინელი ადამიანი, რომელიც ესეთ საშინელ რაღაცას ამბობს, რაც პირდაპირ, ანუ ეს გადაგვჭა, რომ კიბერპანკში, ანუ ფაქტიურად გადავიდეთ ისეთ რეალობაში, თუ მხოლოდ ინდივიდები ვიქნებით და რაღაც ისეთ საერთოს ენას ვერ გამოვნახავთ. ხო, მოკლედ, ალტერნატივა რა შეიძლება იყოს და რატომ უნდა იყოს, ხო? მოკლედ, ჩვენ, ანუ ზოგს საერთოდ არ აინტერესებს არც ტექნოლოგია, არც მომავალი, არც ალტერნატივები, რაც ნორმალურია, ისევე როგორც ვისაც გვაინტერესებს, მაგალითად გვიყვარს სხვადასხვა ტექნოლოგია, აგვაფრთხოვანებს და ასევე ჩვენ გვინდა სამართლიანი და თანასწორი ცხოვრება, რომელიც ჩართულ პლანეტაზე უნდა მოხდეს და გჭირდება ცნობიერი საზოგადოება და ასევე ჩვენ გვიყვარს მომავალზე ფიქრი. შესაბამისად, ალტერნატივა ან უნდა გამოვიგონოთ, ან არსებობს და უნდა მივაკეთოთ. ხო, ანუ ჩვენ გვჭირდება ვითხოვდეთუტოპიას, დისტოპიის რომანტიზების და ასე რომ ვთქვათ, ესთეტიზაციის საპილწონედ. ეს არის ერთ-ერთი პოდკასტი, რომელზეც ქვემოთ ვილაპარაკებ. ხო. მოითხოვე utopia, საკმაოდ ისეთი კეჩი სახელია და ძალიან მომწონს. კი ბატონო. ეხლა რა არის SolarPunk? SolarPunk არის ანუ კიბერპანკის ერთ-ერთი ჟანრი, ალბათ უკვე ცალკე ჟანრიც, რომელიც ფოკუსირდება არა ტექნოლოგიაზე, არა იმაზე, რომ ვიღაცა ამ მთვარეზე გაფრინდა ან რაღაცა კიბორგია ან რაღაც, არამედ პრობლემა გვაქვს და ამ პრობლემაზე ტექნოლოგიურად და საინტერესოდ რა უნდა გადავწყვიტოთ. მაგალითად, ერთ-ერთი ძირითადი ფოკუსია განახლებადი ენერგიები და ასე შემდეგ. SolarPunk-ი აქცენტს აკეთებს, ხო, როგორც ვთქვი, საზოგადოებაზე დაფუძნებულ ცხოვრების წესზე და სხვადასხვა სოციალურ სამართლიანობაზე და SolarPunk-ი წარმოადგენს პასუხს ისეთი ჟანრების მიმართ, როგორიც არის კიბერპანკი, საიბერპანკი, ციატომიწერია და ხო. მოკლედ, ფოკუსი არის პრობლემა და საზოგადოება. ხო, ეს SolarPunk-ი აქედან მომდინარეობს, მზე და პანკი, მზე როგორც განახლებადი ენერგიის წყარო და პანკური ასპექტი, როგორც რებელ აჯანყებული, ანუ როგორც აჯანყებული და ამ ნაწარმოებებს ძალიან ხშირად გააჩნიათ ანტიკაპიტალისტური ასპექტები, ანუ კაპიტალიზმის კრიტიკა, ფემინისტური ხშირად, ასევე არის დეკოლონიური და ასევე ეძებს ამ ესე საზოგადოებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოდის ანუ ქვემოდან. ხო, ეს SolarPunk-ი, ანუ საერთოდ რას ნიშნავს? პირველად გაჩნდა 2008 წელს WordPress-ზე ერთ-ერთ ანუ ესეთი ის არის ბლოგპოსტი და აქ მოკლედ ეს ადამიანი წერდა განახლებადი ენერგიების აუცილებლობას და რაღაც ალტერნატივებს და ამ რაღაც მიმართულებას უწოდა SolarPunk-ი, მზის პანკი. ხო, არსებობს SolarPunk-ის მანიფესტი, არსებობს სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც თავის თავზე იღებენ, რომ წერონ, გამოაქვეყნონ ნაწარმოებები, პოდკასტები ჩაწერონ, მაგრამ ეს არ არის რაღაცა ცენტრალიზებული ჯგუფი, არიან სხვადასხვა ჯგუფები. ანუ მაგალითად არსებობს SolarPunk-ის ერთ-ერთი მანიფესტი, ანუ რომლებიც ამ მანიფესტში უბრალოდ ფოკუსირებენ თუ როგორ წერონ.
და ეს არის ზოგადად ამ ჯგუფის სხვა ჯგუფის მანიფესტი, რომლებიც ჩამოწერილი მაქვს. ანუ რა უნდათ დაასაკეთებენ, მაგრამ ამ საქმეს წავიკითხავ, უბრალოდ აღნიშნავ აი ამ ორ პუნქტს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ აჯანყებულები, ჩვენ ვართ კონტრკულტურის წარმომადგენლები, ჩვენ არ გვინდა კაპიტალიზმი და გვინდა პოზიტიური მომავალი, არა ისეთი ნიჰილისტური, როგორიც არის კიბერპანკი. ხო, SolarPunk-ის პროდუქტები, ასე რომ ვთქვათ, კაპიტალისტურ ენაზე არის სხვადასხვა წიგნები, სხვადასხვა როგორ ვთქვა, გამოცემები, ანთოლოგიები, სხვადასხვა ვიდეო თამაშები, ხა თავს ვერ დავდებთ, რომ ყველაფერი არის ამ იდეაზე დაფუძნებული, ძალიან ბევრი უბრალოდ ესთეტიკებს ითვისებს, მაგრამ აი ერთ-ერთი პირველები, ვინც იყვნენ პოდკასტს აკეთებდნენ, აი ესეთი საინტერესო პოდკასტია. რაღაცა მემარცხენე და ანარქისტული იდეებიც მიყვებათ, მაგრამ ამაზე არ ფოკუსირებენ, რაც ჩემი აზრით არ ვიცი, საკმაოდ ის არის საინტერესო. რომ თვითონ ხო არის. არსებობს ასევე აი მაგალითად ეს ანთოლოგია, ანუ როგორ შეიძლება ქალაქში სხვადასხვა სივრცეები არსებობდეს არა მხოლოდ ადამიანებისთვის. მაგალითად multi-species cities, ესეთი რაღაც ანთოლოგია. კი ბატონო, დავიდეთ. და ასევე ძალიან დიდი community არსებობს, რომლებიც ამ Reddit-ზე პოსტავენ, მაგალითად ერთ-ერთი პოსტი არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები არ დავტოვოთ SolarPunk-ის მიღმა, რომ ვიმუშაოთ ამ საკითხზე. მაგალითად, ასევე ზოგიერთი ადამიანი ითხოვს სხვადასხვა აკადემიურ წყაროებს, რომლებიც არსებობს და ასე შემდეგ. მოკლედ, ასევე ამ SolarPunk-ს გააჩნია, როგორც ვთქვი, დეკოლონიალისტური ასპექტები, მაგალითად არსებობს ასეთი მიმართულება Afrofuturism, სადაც ადამიანები მუშაობენ ისეთ წერენ ისეთ ფანტასტიკას, რა პრობლემებიც თვითონ აწუხებთ. არსებობს ასევე სხვადასხვა წიგნები, რომლებიც ეხმიანებიან კოლონიალიზმს და ასე შემდეგ. ასევე ეს სივრცე SolarPunk-ი საკმაოდ როგორ ვთქვა, მიმღებული არ ვიცი, მაგრამ თვითონ მოწინავე წერლებიც და ამ წიგნის გმირებიც არიან ქვიარ ადამიანები, მათ შორის ეს ერთ-ერთი წიგნი მოვიტანე, ასევე მაგალითად არსებობს სხვადასხვა ასევე წიგნები და მოთხრობები, რომლებიც მოისაზრებენ და რომლებშიც ნაჩვენებია, არასტანდარტული ურთიერთობები, არასტანდარტული ასე ჩილებში ვთქვათ, ხო, ადამიანები და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან საინტერესო მაგალითი, სადაც წვიმა ასეთი ექსპერიმენტული ფერმინგ შექმნა და ამას განიხილავენ როგორც SolarPunk-ის არა მომავლის, არამედ რეალობაში არსებულ ერთ-ერთ მაგალითს. ხო. აი მაგალითად ეს SolarPunk-ი არის საკმაოდ ინკლუზიური და მოისაზრებს ასევე სხვადასხვა პრობლემების მქონე ან სხვადასხვა ცხოვრების სხვადასხვა სტადიაზე ყოფი ადამიანების ჩართვას და ჩვეულებრივი ცხოვრების მიცემას, როგორც გვაქვს და ან უნდა გქონდეს ყველას. რაც მაგალითად კიბერპანკში ნაკლებად არის გამოხატული, შეიძლება რაღაც პრობლემა გქონდეს, რაღაც ტექნოლოგია დაგეხმაროს, მაგრამ ეს ინდივიდუალურ დონეზე რჩება, ან რაღაც პროდუქტი არსებობს, რომელსაც მოიხმარ. აქ კიდე ადამიანები მსჯელობენ მაგალითად, როგორი შეიძლება იყოს ტექნოლოგიური საზოგადოება, როგორ შეიძლება მოექცეს ასაკოვან ხალხს და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეს არის ერთ-ერთი Lunar Station, ერთ-ერთი როგორ ვთქვა, სადგური, სადაც ხალი მწერლები აქვთ სივრცე, სადაც ისინი წერენ მომავლის სამეცნიერო ფანტასტიკას, მათ შორის SolarPunk-ზე.
კი ბატონო, ეს არის ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი, რომელიც ხაზს უსვავს დღევანდელ storytelling-ს, ანუ რა პრობლემა, რატო არის ეს რაღაცა პატრიარქალური და ასევე აკრიტიკებს სხვადასხვა ასპექტებს ამ კიბერპანკის. კი ბატონო. SolarPunk აშკარად აერთიანებს ფემინისტურ იდეებს, ასევე ეკოლოგიურ იდეებთან და მათ შორის ქალების, ბუნების და სოციალური სამართლიანობის აუცილებლობას წარმოადგენს. ეს არის აკადემიური ტექსტი, საკმაოდ საინტერესო ტექსტი, შევეცადე რომ დატვირთული რაღაც ტექსტები არ უმეტანა და უბრალოდ ქივორდებად გამომეტანა. SolarPunk-ი აკადემიაშიც არსებობს. მაგალითად, როგორ ერთ-ერთი ამ სტატიაშია განხილული, ამ კიბერპანკის პესიმიზმს როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს SolarPunk-ის ფემინიზმი და ასევე კიბერფემინიზმი. ასევე იყო სამეცნიერო აკადემიური კონფერენცია, რაც მოვიძიე, მაგრამ ბევრი ვერაფერი მოვიძიე, მაგრამ აბსტრაქტი და მიმართულება საკმაოდ საინტერესოდ ჩანს. ხო, ასევე როგორც ჩვევია კაპიტალიზმს, ამ ესთეტიკებს საკმაოდ იგებს და პროდუქტებში გადააქვს. მაგალითად, SolarPunk-ის ეს რაღაცა მწვანე და განახლებადი ენერგიები და ტექნოლოგიები და ჰარმონია სხვადასხვა კაპიტალისტურ პროდუქტშიც ვლინდება და უბრალოდ მგონი გამორჩა, ხო, ერთ-ერთი ვიდეოა რაღაცა ცუდი კომპანია ამ ვიზუალებს როგორ იყენებს იმის საჩვენებლად, რომ ანახოს ავტომატიზაცია რა კარგი იქნება, რომ რობოტი მოგიწვევს რაღაც ფილს და მოგიტანს პირდაპირ სახლში და ესეც არის საინტერესო სტატია, რომელიც ამ პრობლემაზე საუბრობს. ხომ რო შევაჯამოთ, კიბერპანკი თავაზობს ინდივიდის თავისუფლებას, თუ არ ხარ პრობლემა რაც გინდა ისაკეთე, როგორიც გინდა იყავი, შენი დედობა გაქვს, ხოლო SolarPunk-ი თავაზობს შესაძლებლობას შექმნათ თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოება. ასევე კიბერპანკში არის რესურსების მოპოვება და ექსტრაქცია ულიმიტო, არავის არ აინტერესებს, ხოლო აქ შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ რა და რა დროს რა გჭირდება. ეს ყველაფერი არსებობს ამ პატარა მოთხრობებში, წიგნებში და პოდკასტებში. ადამიანები საუბრობენ. კიბერპანკი თავაზობს ტექნოლოგიურ დისტოპიას, ხოლო SolarPunk-ი utopijas. Აქ კიბერპანკში გვაქვს ფასადური ინკლუზიურობა, ხოლო ნამდვილი ინკლუზიურობას მაინც ბჭყალებში ჩავსვი და ფოკუსი კიბერპანკში არის კორპორაციებზე, ანუ ისინი წვეტენ, ხოლო აქ შეგვიძლია ჩვენ გადავწყვიტოთ. და მოკლედ ამ ორი რაღაცის ფარგლებში მინდოდა ეს მიმართულება ფემინისტურად წარმომედგინა და როგორც ჩანს არის კიდევაც ფემინისტური, რომ ძალიან ბევრი როგორ თქვა იდეოლოგიურადაც და პრაქტიკულადაც და ძალიან საინტერესო საკვლევი თემა ჩანს და ანუ კარგი რაღაც ალბათ ფაქტულადაც სტატიების გაკეთება შეიძლება და ბოლოს დავამთავრებ ამ ფრაზით, ანუ იმას თუ როგორ საუბრობთ მომავალზე აუცილებლად ექნება გამოვინება მომავლის საზოგადოებებში. ამის თქმა მინდოდა. მადლობა.